კი. აბა, შემდეგი მითხარით ერთი რაფინი გადავაშავიან სახელმწიფოს წინაშე. ისანი სამგორის პოლიციის პირველი სამმართველო გახლავთ. დიახ, დეტექტივი თემურ ბერიაშვილი. დიახ. ჩვენთან ჩვენ სამმართველოში მიმდინარეობდა ჩვენთან და მერვე სამმართველოში, ისანი სამგორის პირველი სამმართველოში და მერვე სამმართველოში. დიახ. 5 და 6 მარტს. დიახ. მიმდინარე წლის თქვენს მიერ რუსთაველზე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო გზის გადაკეთვის ფაქტზე. ორივე დღე 5 და 6. 5 და 6 კი. და ამასთან დაკავშირებით დაჯერებდით თქვენ და საჯარიმო ქვითრები მომიტანეთ თქვენთან გადმოსაცემად. რამდენია? 5 და 6 ისე 5000 და 5000. 2 თქვენ მიყავით იქ, აი? თქვენ ვიშევსე ესა. მე შევავსე. ესე იგი თქვენ ხართ მოწმე მაგისი, არა? ჩვენ იდენტიფიცირება მოვახდინეთ. ხო, მაგრამ მოიცეთ თქვენ მოვახდინეთ. კი, მე მოვახდინე 6 წლის. ხო. და მერვე სამმართველოს თანამშრომლებმა მოახდინეს 5 წლის. იცით თქვენ რომ მოახდინეთ, თქვენ მოხვედით და მითხრით რომ არ გადავხიდიო და მე გადავედი მაინც. ჩვენ კამერები დავათვალიერეთ, იდენტიფიცირება მოვახდინეთ თქვენი და როდესაც არის საშუალება შეკრება მანიფესტაციის პარკებში, პროტესტის გამოხატვა შესაძლებელია საფეხმავლო ბილიკზე და გზის გადაკეთვაზე არის პრობლემა მაშინ არის სატრანსპორტო. ბატონო თქვენ ეხლა რომ ამას ვიცახთ. არ გიშინიათ რომ მეც მაქვს ახლა ისინი რომ როდის მოვიდნენ და როგორ გადავხდით გზა თქვენ ამის შიში არ არის აი რატო შიში თქვენ კანონ თქვენ მე ვარ კანონს თქვენ არ ვარ მე კანონს ვარ თქვენ იმიტომ რომ არის გადაგზავნეთ ისტორიას ამაზე ვიყო უკანონო უბრალოდ რა არის ამასთან დაკავშირებით ამ ადმინისტრაციულ ოქროს საჯარიმოებს ახლავს თან მასალა დიახ და თუ ამ მასალის თუ გინდათ ამ მასალის ნახვა ახლიანად ჩვენთან მოგზავნით შუამთის ქუჩაზე და გადმოგცემთ ოფიციალურად ამ მასალას. მტკიცებულებებით, ვიდეო ჩანაწერით და ყველა. და თქვენ ხარ პასუხისმგებელი 6 რიცხვზე, არა? კი, ჩემი რაც 5 რიცხვზე ვინ არის პასუხისმგებელი სახელმწიფო? კი, ბატონო, ახლა. მამუკა გიორგაშვილი. მერვე სამმართველოს უფროსი დეტექტივი. უფროსი დეტექტივი. ისანი სამგორის მერვე სამმართველოს უფროსი დეტექტივი არ არის. უფროსი. კარგი, ესე იგი მომიცით მოგკითხეთ. თქვენ ისა უნდა დაგვიდასტუროთ ჩაი მე არ დაგიდასტურე, მე ამას ავიგე და გადავცემ ჩემს სიტყვას ადვოკატს. არ მოგვიწევ ხელს ჩაი დამოიქეთ მომიცით. ნუ კი მაგამოსტელო. მომენტ გასული და ეს არის უფროსის და თვითონ ის ატარმოიძე ის დეტექტივი. თქვენ რა გამოგატანეთ? მე თვითონ გადმომეცა. არა, ეგრე არის, რომ შეიძლება ეს უპატივცემულობაა. უნდა მოვიდეს თვითონ და მოწეს. ამიტომ მოდით თქვენ სასავიგეთ მე. ეს მომიტანე საინკას. მე თუნდა ვიცოდე ვინ დამაჯერებდა ჩაიგავით. ბატონო, ამას არ ჩაიგავით. ეს თქვენია? კი. ეს თქვენია. თემურ ბერიაშვილზე. როცა დიახ. და ეს კიდე იმან მომიტანოს. მოდით თქვენ მითხეთ რომ ესაძლებობა, რომ გამოკითხო ეს კითხვა. ეს არის ჩემი. ეგ არის თქვენი მემახსოვრდა თქვენ ხუთი რიცხვით რომ ნახეთ. ალბათ. როდის მომიწას ახლა რომ მე რუსთაველზე რო იქნები არ შემოწდინოს და არ გამასწინოს და რომ ასე არ მომეწიოს გამოჩნდა. როდის მოიწადეთ ეს აქტი თუნდაც ჩავს, ეს არის ქსერვასი. შეიძლება ისე იყოს. ხო, გივი არის და ქსერვასი და გაკვეთილი. ეს თქვენია რა? კი, გაკვეთილი. ხო, მაგ თავარ დეტექტივს უხარით რომ გადმოცეს თვითონ რა. გამოდის ეს. ნახე რა თქვენ გამოგატანეთ თქვენ ჩაგაფენათ ორივე შემოორიას. ეს 6 მარტის და არ ჩაიგო. ბატონო, 6 მარტის ფაქტის. არა, ნუ ახლა თვითონ მომიტანოს ვინც გამოწერა. მართლა ეს ხო არ არის გამოწერა და მიდი და ესე არ არის. ეს არის 5000 ლარი. თქვენ ხელფასი რამდენი გექნება 2000 და ხართ. და მე კიდე 5000 ორჯერ მომიტანებ. იმას მოხდა ძალიან და იმას შეიძლება. უბრალოდ მომიტანოს.
დიდი მადლობა რომ მოგზავნით, შეთუხდით და ალბათ დროებით მომავალში მეთხოვეთ თქვენ სიმღერას რომ აქ რო არ მოხიდეთ და ჩემი მომხრე რო არ გააძინოთ ამ დროს დინოს ხოლმე რუსთაველზე ვარ ხოლმე ყოველ საღამოთი და იქ მოგზავნით რა უთხარით აბა კარგად დროებით